Biznesmenების დაჯილდოება მერკური 2011-ის ფარგლებში წლის ყველაზე წარმატებული მეწარმეები 15 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი დამზადებულია საქართველოში, წლის მწვანე ბიზნესი, ტურისტული ბიზნესი, დარგის აღორძინება, წლის აღმოჩენა და დამსაქმებელი. ეს იმ ნომინაციების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების საღამო ახალი ტექნოლოგიების სახლში ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიების ინიციატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო არიან. თამარ ურუშაძე გვერდება საზეიმო ცერემონიიდან მოამბობს პირდაპირ ეთერში. თამარ, გამოვლინდნენ თუ არა გამარჯვებულები? Evan უკვე ცნობილია პირველი გამარჯვებულის ვინაობა, ეს იყო ნომინაცია წლის აგრობიზნესში. ამ ნომინაციაში წარდგენილი იყო 3 კომპანია, ეს იყო ნიკორა, მარნეული სასურსათო ქარხანა და იბერმითი. გამარჯვება მოიპოვა მარნეული სასურსათო ქარხანამ. ართაგლ სულმანიშვილი ამ საწარმოს ხელმძღვანელი თავად დააჯილდოვა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა. არის 15 ნომინაცია, ეს არის წლის მწვანე ბიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი, წლის ბიზნესი. მაგალითად ამ ნომინაციაში არის 3 კომპანია, რომელიც ერთმანეთს კონკურენციას უწევს, ეს არის სილქნეტი, ბარამბო და M-ჯგუფი. ასევე წლის დამსაქმებელი, ასევე აქაც 3 კომპანია არის, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, მაგდონალდსი და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია. ვინ გახდება გამარჯვებული, ეს ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი ჩვენ უკვე ვესაუბრეთ მარნეული სასურსათო ქარხნის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი დღემისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ბევრი ღირსეული მეტოქე გვყავდა. ეხლა არ ვიცოდით ჩვენ, რომ ესეთი დიდი ჯილდო და პატივი ჩვენ წელს ჩვენი ხვედრი იქნებოდა. მერკური 2011 პირველად ტარდება წელს საქართველოში. ეს არის ტრადიცია, რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება. ეს იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით. ნებისმიერ პირს შეეძლო აქ მონაწილეობის მიღება, საკუთარი თავის წარდგენა. საერთო ჯამში დაგროვდა 250-მდე კონკურსანტი, თუმცა სპეციალური ექსპერტებისგან შექმნილმა ჟიურიმ 45-მდე დაიყვანა ეს სია. თავად საზოგადოებასაც შეეძლო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება. მათ 2 ნომინაცია მთლიანად მოქალაქეებმა აირჩიეს სპეციალური ვებგვერდისა და საგაზეთო გაზეთების დახმარებით და მათ შეარჩიეს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც რამდენიმე წუთში დაასახელებს ჟიური. კომპანია ბარამბო დღეს არის 2 ნომინაციაზე წარდგენილი, ეს არის წლის ბიზნესი და წლის აღმოჩენა. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი დაჯილდოება, რადგან ხალხი ირჩევს გამარჯვებულს და ხალხი არის ჩვენი პრიორიტეტი. თვითონ ქართულ ბიზნესს ულოცავ იმას, რომ ესეთ პროგრამას შეეხარა საფუძველი. ეს არის პირველი საქართველოში ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება და იქნება ძალიან დიდი წახალისება, სტიმული იმ კომპანიებისათვის, რომლებიც დღეს მიიღებენ ჯილდოს, რომ უფრო მეტი საქმე გააკეთონ, გაიფართოვონ თავისი საქმიანობის არეალი, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, იქიდან გამომდინარე, სულ 1 წელიწადი რაც ჩვენ კომპანია შეიქმნა და ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც შეძლო სკოლებში დაენერგა გადახდის საბარათო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ M-ჯგუფი ინოვაციურ პროექტებში იღებს მონაწილეობას და რა ვიცი, ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ ამ ნომინაციებს. ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში ტექნოლოგიების სახლში იმართება, ელოდება საქართველოს პრეზიდენტსაც. აქ უკვე იმყოფებიან დედაქალაქის მერი, მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბიზნესმენები. როგორც გითხარით, ამ ღონისძიების მერკური 2011 წლის ორგანიზატორი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მთავარი მიზანი, რისთვისაც ბიზნესის დაჯილდოების ეს ახალი ფორმა იქნა შემუშავებული, არის საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაცია და ბიზნესის ახალისება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ ახალი სახეები. ვაჩვენოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ საქართველოში არის და ყოველდღიურად იქნება ახალი ბიზნესები, მცირე ბიზნესები, საშუალო ბიზნესები, რომ ყავს ძლიერი ქალბატონი მეწარმეები, რომ ყავს ძლიერი ახალგაზრდა მეწარმეები და ბევრი სხვა. და იმედია, რომ დღეს მაყურებელს ექნება საშუალება დაინახოს ახალი სახეები, როგორც სცენაზე, ასევე დაჯილდოების ცერემონიალზე. მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დამატებითი სტიმული ქართული ბიზნესისთვის, იმ ბიზნესმენებისთვის, რომელიც დღეს დაჯილდოებებიან სხვადასხვა ნომინაციებში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარადგება როგორც მათ ბიზნესს, ასევე რა თქმა უნდა მათი ბიზნესის პოპულარიზაციას. საკმაოდ პომპეზური ღონისძიება გაიმართა დღეს. აქ იყო გაშლილი წითელი ხალიჩა, თითოეული სტუმარი სანამ შევიდოდა ტექნოლოგიების სახლში, გამოდიოდა წითელ ხალიჩაზე, ჩერდებოდა ჟურნალისტებთან, აკეთებდა კომენტარს. დღეს აქ იმყოფებოდა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის, რომელმაც ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე დააკეთა აქცენტი. ის აცხადებს, რომ დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და მისი სტიმულირებისთვის. წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომობენ ბიზნესმენები, ძალიან ბევრი სწავლობენ, ძალიან ბევრი ცდილობენ იმისაც, რომ
ბევრი ადამიანი დაასაქმონ და მთავრობის მხრიდან ამ ყველაფრის დანახვა, ამ დაჯილდოება ძალიან დიდი სტიმულია მათთვის, უფრო მეტი საქმიანობისათვის, უფრო მეტად რო გააგრძელონ მუშაობა, უფრო მეტი ხალხი დაასაქმონ. და რამდენიმე წუთის წინ უკვე ცნობილი გახდა მეორე გამარჯვებულის ვინაობა, ეს იყო ნომინაცია წლის ტურისტული ბიზნესი. ამ ნომინაციაზე წარდგენილი იყო ისევ სამი კომპანია, ეს იყო სასტუმრო Radisson Blu Iberia, 11/2007 და ყვარლის კურორტი ყვარლის ტბა MG Group-ის პროექტი. გაიმარჯვა MG Group-მა. მე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მერკური 2011-ის ბიზნესის დაჯილდოების ცერემონია, სულ არის 15 ნომინაცია და გამარჯვებულების ვინაობა ჩვენთვის ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. დიდი მადლობა თამარ ურუშაძე საუბრობდა მომამბის ღია. და ჩვენს ვულოცავთ წარმატებას გამარჯვებას.